ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამომავალი მდინარე სურამულა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. მდინარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და კანალიზაციით ბინძურდება. სურამულას დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს მდინარის ნაპირზე განთავსებული საკვები ობიექტები და მდინარეში ჩაყრილი ნაგავი წარმოადგენს, რასაც მოსახლეობის მიერ ჩაყრილი ნაგავიც ემატება. მდინარე სურამულა განსაკუთრებით დაბა სურამის ტერიტორიაზეა დაბინძურებული. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა რეგიონული განვითარებისთვის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მდინარის დაბინძურებაზე კონტროლის არარსებობა შესაბამისი სამსახურების მიერ მდინარის დაბინძურების მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, მდინარესთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ შესაბამისი უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაცია, მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და დამუშავების შედეგად შევიმუშავეთ რეკომენდაცია. რეკომენდაციაში მოცემული არის ინფორმაცია მდინარის სურამულას დაბინძურების მიზეზებისა და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე. რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მდინარე ბინძურდება. ჩვენი რეკომენდაცია არის მუნიციპალიტეტმა და გარემოს დაცვითი სამხედროების სამსახურმა შეიმუშაოს სწორი, ეფექტური სტრატეგია და პოლიტიკა მდინარის დაბინძურების წინააღმდეგ. მათიაშვილის ქუჩაზე, აი სურამში თითქმის ყველა ქუჩაზეა გაყვანილი ეს კანალიზაცია. მათიაშვილის ქუჩა დარჩენილია და ებრაელებიდან სალოცავიდან, იქიდან შეიძლება გამოყვანა და დაჯენა იმაზე თუ დიდი მაგისტრალი არ გაკეთდება მაგალითად, რომ ეს ხალხი ტუალეტებია შეერთებული, რა აზრი აქვს დაბინძურებას. რამდენჯერმე ვთხოვეთ და ყურად არ მიიღეს, არ მოვაქცეს ყურადღება. ჯერ აიგერა გზა ინგრევა, ჯებირი რო აღარ არის. მე იქიდან ხიდთან ნაგვის ბუდი არის. ვთხოვეთ რომ ერთი ნაგვის ეს ორნები დადგან, რომ კაცმა რო ჩამოვიდეს კაკალათხევიდან რა უთხრა წყალში, ნუ ჩახრეთ აქ ჩაყარე. არა აქ ხარ, ნაგვის მანქანა დადის კვირაში ერთხელა, ხო? და ფულს ვიხდი და ერთი კვირა ვინმე შეინახავს ნაგავს სახში. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა რეგიონული განვითარებისათვის მდინარე სურამულას დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი მხრიდან მოხდეს დანაგვიანების წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, რაც დამატებით სანაგვე ურნებს და გადამზიდავი მანქანების ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. სურამულასთვის ჩვენ გავზარდეთ კიდევ 80,000 ლარი გამოვყავით წელს, მაგრამ ეს თანხა არ გვინდა რომ წყალში გადაეყაროს ტყუილად როგორც წინაძლებში იღებოდა. ამიტომ მონიტორინგი საზოგადოების მხრიდანაც თვითონ საზოგადოებას თვითონ ყრიან სამწუხაროდ იმ ნაგავს. ურნები არ არის საკმარისი, მართლაც ასეა, ბიუჯეტმა ვერ შეეძინა საკმარისი რაოდენობით წელს. განზრახულია სახელმწიფო გამოგვიყო კვაჩუქა 2 სატვირთო სანაგვე მანქანა, რომელსაც მოყვება ასევე რამდენიმე ათეული კონტეინერი. ამ კონტეინერებს განვალაგებს ზუსტად იმ დეფიციტურ ადგილებში, სადაც არ არის კიდევ საკმარისი. მდინარე სურამულას გაწმენდითი ღონისძიებებისა და ნაპირების დამცავი კედლების რეაბილიტაციისათვის 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 2,357,800 ლარი გამოიყო. აქედან 457,300 ლარი კონკრეტულად მდინარის გაწმენდითი სამუშაოებისთვის დაიხარჯა.